ესპანეთის ჩრდილო-აფრიკულ ექსკლავ სეუტაში ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღეს მაროკოს საზღვრიდან ერთბაშად ათასობით არალეგალმა მიგრანტმა მასობრივი იერიშით შეაღწია ევროკავშირის ტერიტორიაზე. ქალაქის პრეზიდენტმა ხუან ხესუს ვივასმა მომხდარს სრული ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა უწოდა და ოფიციალური მადრიდისგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საზღვარზე ჯარის სასწრაფო მობილიზება მოითხოვა. საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით დღევანდელი ესკალაცია ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. ქაოსის საზღვარზე და მასობრივი გარღვევა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ადგილიდან იტყობინებიან, რომ ასობით ახალგაზრდა ერთდროულად აცოცდა სასაზღვრო დამცავ ბარიერებზე იმ მომენტში, როდესაც ტერიტორიას პოლიცია ნაკლებად აკონტროლებდა. მაროკოს დამხმარე უსაფრთხოების ძალებმა ხალხის დიდი მასის შეკავება ვერ შეძლეს. ამავდროულად გავრცელებულ ვიდეო კადრებში, რომლებიც ტარაჯალის პლაჟზეა გადაღებული, ჩანს როგორ შემოედინება მიგრანტების ნაკადი ხმელეთით, ხოლო ასობით ადამიანი ესპანეთის სანაპიროსკენ ცურვით მოემართება. საზღვარზე შეჭრილი ახალგაზრდების ნაწილი კამერების წინ შეძახილებით გაუმარჯოს ესპანეთს დარბის. მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა მაროკოელი და სუბსაჰარული აფრიკიდან წამოსული ახალგაზრდა მამაკაცები არიან, თუმცა მათ შორის ქალები და ბავშვებიც ფიქსირდებიან. რამ გამოიწვია მიგრანტების კრიზისის აფეთქება? ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებმა როიტერსთან საუბარში განმარტეს, რომ დღევანდელ აფეთქებას წინ უძღოდა მიგრანტების მზარდი ნაკადი მთელი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ბოლო 7 დღეში ქალაქში ცურვით 1500-ზე მეტი არალეგალი შევიდა. კრიზისის მთავარი იურიდიული მიზეზი მიმდინარე თვეში ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. სასამართლომ აკრძალა ზღვაში დაკავებული მიგრანტების მაროკოში დაუყოვნებლივი გამარტივებული წესით დეპორტაცია. ეს იურიდიული შეღავათი მყისიერად გამოიყენეს მიგრანტების შეყვანით დაკავებულმა ჯგუფებმა და აფრიკელ მიგრანტებს საზღვრის მასობრივი გარღვევისკენ მოუწოდეს, რადგან მათ უკანონო გაძევება აღარ ემუქრებათ. ქალაქი სეუტა და მისი მიგრანტთა დროებით მიმღები ცენტრი პარალიზებულია და ხალხს ვეღარ იტევს. ამ მოვლენებს ესპანეთში მწვავე პოლიტიკური რეაქცია მოყვა. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნისა, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ წუთებში საზღვარზე რეგულარული არმიის ნაწილების შეყვანა დაგეგმილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მაროკოს მხარესთან ერთად ცდილობს კრიზისის მართვას და ირწმუნება, რომ კონტრაბანდისტული ქსელების წინააღმდეგ მკაცრი ზომები გატარდება.